ყველას მოგესალმებით, გისურვებთ რა თქმა უნდა პოზიტიურ, ნაყოფიერ დღეს და რაც ყველაზე მთავარი არის რა, წარმატებას მინდა რომ მიაღწიოთ. რომ მე რა თქმა უნდა თქვენი ისტორია იყოს სხვისთვის მოსასმენი და мотиваციის მიმცემი. ეხლა ამ თემაზე რო არ გავჩერდეთ, მინდა უყუროთ ვიდეოს და მე განვიხილოთ. ნიკოლოზი გახლავთ ჩვენი ეკლესიის მფარველი წმინდანი მისი უწმინდესობის და უნეტარესობის ილია მეორის გადაწყვეტილებით. მოგეხსენებათ, რომ ეს დიდი მღვდელმთავარი არის, რომელმაც სოფლიო კრებაშიც მიიღო მონაწილეობა პირველ სოფლიო საეკლესიო კრებაში. გამოირჩეოდა თავისი ასევე კეთილი საქმების აღსრულებით, რომელსაც აღასრულებდა ფარულა. ესე იგი, სასულიერო პირი, არ ვიცი თავის დაუნებურად, თუ ეს უბრალოდ რა არის, იცით? სისტემის წევრი არის და ვალდებულია თქვას ის, რაც მაგალითად იქ მოცემული არის რა, სქემა, ნახაზი ბატონო. როგორ უნდა, რაზე უნდა ისაუბრო, რაზე უნდა გაამახვილო ყურადღება მაგალითად. ეს სიტუაცია სხვათა შორის. ჯვარი ვაზისა იყო ესეთი გაზეთი 80-იან 79-ში დაიწყო, მე მგონი 80-იან წლებში თვითონ ეკლესიამ დაიწყო გამოცემა. სხვათა შორის ამ ჟურნალში პირდაპირ ნიშნით მოყოლილი არის მაგალითად სიონის ეკლესიაში როგორ ტარდებოდა წირვები კათოლიკე ან ანგლიკან მღვდლებთან ერთად. მე მგონი ეპისკოპოსის იყო სტუმრად. რა თქმა უნდა მოციქულებრივი მოციქულთა კანონებით და ასევე ვისაც წიგნი აქვს მაგალითად ნიკოდიმოს მილაში არის ესეთი სასულიერო პირი იყო, რომელმაც განმარტება გაუკეთა თითქმის ყველა კანონს, ჟულის კანონზე მაქვს საუბარი. ბევრმა ქრისტიანმა საერთოდ შეიძლება არც იცის ამ წიგნის არსებობის შესახებ, იმიტომ რომ თვითონ სასულიერო პირებიც არ აკეთებენ ამაზე აქცენტირებას. და უყურეთ ახლა რა ხდება. მოციქულთა კანონებით ვინც მწვალებელთან ერთად ილოცებს, ამ მწვალებელთან ერთად ჩაატარებს თქვა მსახურებას, განსაკვეთი არის ეკლესიიდან. ანუ დასასჯელი კი არ არის, ანუ სადღაც 5-6 წლის მერე განვიხილავ თქვენ საქმეს. არა, ის უნდა მოიკვეთოს ეკლესიიდან, სამწუხაროდ კათოლიკოს პატრიარქსაც ბატონო ილია მეორეს, მის ეპისკოპოსებსაც, მღვდლებსაც და დიაყვნებსაც მონაწილეობა აქვს ამ წირვებში მიღებული. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ბატონო საჯარო ბიბლიოთეკაში და ჯვარევაზისას ისინი ჟურნალები გამოითხოვოთ. თუ არ გაახრეს ახლა, რა ვიცი, მაინც ყველაფერი შესაძლებელია. გადახედეთ, თან წაიკითხავთ ისტორიას და დონესაც ნახავთ, რომ აი, თქვათ, რატომ გაკეთდა, თქვათ, რაღაცეებზე მე აქცენტები რა, რისთვის დაჭერდა, თქვათ, ხელისუფლებას ეკლესია. ამას მიხვდებით მე, ამ ყველაფერს ნახავთ. ახლა ამ თემაზე რო არ გავჩერდეთ, შევეხოთ იმ სიტყვას, რაც მაგალითად ამ სასულიერო პირმა თქვა. ესე იგი, კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებით წმინდა ნიკოლოზი ანუ დანიშნული არის საქართველოს ეკლესიის მფარველად. ანუ ეს იმხელა, ჩემი აზრით, იმხელა ამპარტავნება არის. ანუ და კიდე მრევლის რა თქმა უნდა მოტყუება და თვალში ნაცარის შეყრა, აი ეს შეყრა პირდაპირ, რომ შენ ნიშნავ სხვა ეკლესიის წმინდანს, რომ არის შენი ეკლესიის მფარველი და ანუ ამან გადაუწყვიტა წმინდა ნიკოლოზს, რომ აი შენ იქნები საქართველოს ეკლესიის მფარველი. ცხოვრებაში, მაგალითად, წმინდა ნიკოლოზი, როდესაც ცხოვრობდა, აი ესეთი ისტორია მახსენდება. მე ბევრი ისტორია გექნებათ მოსმენილი, შეიძლება მასთან დაკავშირებით, წიგნებიც თუ გაქვთ საკითხული ხო კაი. ესე იგი, წმინდა ნიკოლოზთან მივიდა ადამიანი ბატონო და მოთხოვა დახმარება. იმ მომენტში ამ სასულიერო პირს არ ქონდა ბატონო თანხა და ესეთი რაღაცა გააკეთა, რომ წავიდა, ფიზიკურად იმუშავა და ის გასამჯელო, რაც მიიღო ამ სამუშაოში, ამ ადამიანთან მივიდა და დაეხმარა. ეხლა რამდენად მზად არის ჩვენი სასულიერო პირები, თქვათ, მსგავსი ნაბიჯის გაკეთებისთვის, მე არ ვიცი და აი 1%-იც კი შეიძლება არ იყოს ეგეთი, რომ ვინმე თქვათ ეს გააკეთოს. მაგრამ მაგალითად რო ავიღოთ ამ ადამიანისგან, წმინდა ნიკოლოზისგან მსგავსი საქციელი, მე ვფიქრობ, ხო, ქრისტიანული თავდადებით რაღაცა ეშენი ძალით და იმით რაღაცა ამის მონაწილეობის მიღებით, კარგი საქციელი არის და პატივს სცემ, რა თქმა უნდა.
მაგრამ ეხლა უყურეთ დაუყუროთ ამას. ესე იგი წმინდა ნიკოლოზი ცხოვრებაში თუ ახერხებდა იმას, რომ თავისი სამსახური ეპოვა, ხო? მარტო ეკლესიურ ზარმავ რაღაც ფიზიკურადაც შეუძლებელია მუშაობა, ხო? ზეცაში რატოა ეს კაცი დაუსახმებელი და რატოა თქვათ მიჩნეული, რომ ის არის უსახმური. ანუ უყურეთ კრიტიკულად კი არ უყურებ. არავითარი აგრესია ეხა მე სახეზე ხედავთ, რომ რაღაცა გამიწითდა თვალები, რაღაცა რაღაც ბოროტებისკენ გიბიძგებთ. არა, უყურეთ დაფიქრდით ეხა. ადამიანი, რომელიც მსახურობდა ეკლესიაში ბატონო, მსახურების გარდა კიდე მუშაობდა კიდევაც და სხვათა შორის სავაჭრო გამოცდილებაც ჰქონდა. მამამისთან ერთად ხო იქ წიგნიდან მახსოვს, იღებდა მონაწილეობას ხო ამ ვაჭრობაში. არავითარი დაკნინება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაგა ჭკუა უნდა, ახლა იყიდო, გაყიდო, ამას ჭკუა უნდა. გამოთვლა და ასე შემდეგ. აი ისე უბრალოდ, რატო არის ეს კაცი ზეცაში დაუსახმებელი? და ესე იგი იმის რა ქვია, საქართველოს ეკლესიამ და კერძოდ პატრიარქმა თავის თავს მიაწერა რა თქმა უნდა ეს, რომ ამან დაასახმა წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად. ხო, ჩვენი ეკლესია მაგრადაა დაცული, ანუ წმინდა ნიკოლოზის ბრალი კი არ არის. აი შიგნით ვინც არის შეყრილი ის ხალხი, აი ზუსტად იმათი ბრალი არის რა, მსგავსი რაღაცეები რო ხდება, რაღაცეები ხსმენიათ, რაღაცეები კიდე არ გაგიგიათ, მაგრამ მოვად რომ სამწუხაროდ ეს არ არის სასიხარულო, მე ეს კი არ მიხარია იმით რა ქვია, სიხარულით ველოდები, ეხლა როდის გამოვა ყველა სკანდალი, რაც კი საქართველოს ეკლესიაში ხდება. არა, მე უბრალოდ მეცოდება ის ხალხი, რომელიც ტყუილში ცხოვრობენ და ასევე მეცოდება ის ხალხი წინასწარ, რომელზეც მაგალითად მზადდება, რომ ვიღაცა იძალადებს რა მასზე. რაღაცა ცუდს გაუკეთებს, გამოიყენებს ღმერთის სახელს, მოატყუებს ბატონო, შეიძლება რაღაცა მოინდომოს და კიდე რაღაც უფრო ახლო კავშირები რაღაცეები გააკეთოს, ესეთი მსგავსი რაღაცეებიც მოხდარა ჩვენ ეკლესიაში და ამიტომ უბრალოდ აი დაფიქრდით რა უბრალოდ რას ნიშნავს პიროვნება როგორ წვითავს ამბავს, ანუ წმინდა ნიკოლოზს ნიშნავს საქართველოს ეკლესიის მფარველად. კითხვები ბატონო, აი ესე შეიძლება გაგიჩნდეს ადამიანს. სად მოხდა, რითი დაეკონტაქტნენ წმინდა ნიკოლოზს? საქართველოს ფოსტით? არა. იმით რა ქვია, მაგთი, ტელეკომი, აი რითი მოხდა აი მასთან დაკავშირება? ლოცვით? კაი ბატონო, ვინ იყო დამსწრე თქვა ამ ლოცვის? აი ვინ გადააწყვეტინა ამ კაცს, რომ წმინდა ნიკოლოზი უნდა იყოს მფარველი იმის, რა ქვია, საქართველოს ეკლესიის. და ასევე სხვათა შორის ეს სასულიერო პირი, რომელიც ძახის რომ პირველ მსოფლიო ეკრებაზე იყო, არის ისტორიკოსები, რომლებიც იძახიან, რომ პირველ მსოფლიო ეკრებაზე წმინდა ნიკოლოზი არ ყოფილა და მას ჰქონდა შეჩერებული მსახურება, იმიტომ რომ მიტროპოლია ეს დიდ ეპარქიას ნიშნავს. იმ ეპარქიაში შეიძლება კიდე სხვა ეპარქიებიც იყოს, 3, ან 2, ან შეიძლება 4-იც იყოს. ეპისკოპოსმა შეუჩერა წმინდა ნიკოლოზს მსახურება, რომ აი ამ სიკეთეების კეთებით და იმით ამ ეპისკოპოსმა იფიქრა, რომ შენო სახელის მოხვეჭვა გინდაო, შენ რო გაგაღმერთონ და ეგეთი რაღაცები და ამიტომ შეუჩერებს მსახურებაო და მე იქაც ისტორიასაც წაიკითხავთ, როგორ დაუბრუნდა. ანუ ეს და ისიც კიდე ექსტრემისტ ქრისტიანებს უყვართ ეს ისტორია, რომ წმინდა ნიკოლოზმა არიოს კვერთხი ჩაარტყაო თავშიო რა. ესეც ტყუილი არის, იმიტომ რომ მოციქულთა კანონებით ბატონო, საეკლესიო კანონებით და არა იმით, რა ქვია, ვიღაცა იმით, ანუ თვითონ როგორც უნდა ისე რომ დაწერა. არა. პირდაპირ წერია, რომ სასულიერო პირს ეკრძალება ხელის აღმართვა, ხელის აწევა. ანუ არა აკუფლება, იმიტომ რომ ხელს თუ აწევს, განყენებული იქნება სამღვდელო ხარისხიდან. კი, მე საქართველოს ეკლესიაში ვიცი სასულიერო პირები, რომლებმაც მაგალითად ხელი აწიეს ადამიანზე, თქვათ, კონფლიქტი იყო, ხო, რაღაცა შეურაცხყოფებიც მიიღეს ასე შემდეგ და ამას რაღაც ზოგიერთი ცდილობს, რომ ეს კაცურად მეაო, ჯერ კაცი ვარ და მე ვარ მღვდელიო. გამიგეთ? ხო, ესეთი სინდიკატების ყავს ჩვენ ეკლესიაში. და ამიტომ ამბობ რა, რომ ეს არაფერი საამაყო არ არის, მსგავსი რაღაცა წმინდა ნიკოლოზს არ გაუკეთებია ბატონო, არავითარი არიოზზე კვერთხი არ ჩაურტყია. და საერთოდაც მე ვენდობი იმ იმ ისტორიკოსებს, რომლებიც ამბობენ, რომ ის საერთოდ კრებაზე არ ყოფილა. ეს ერთი და მეორეც კიდე, რომც არ ყოფილიყო კრებაზე, ეს არაფერს არ ცვლის. ანუ ამ ადამიანმა იცხოვრა წმინდად. ემსახურა, თქვათ, ეკლესიას, ემსახურა თავის მრევლს და მე ვფიქრობ,
მაგალითი უნდა იყოს სხვა ეპისკოპოსებისთვისაც, რომ თვითონ კი არ გასკდნენ. არამედ ღვთის სახელით ნუვაჭრობენ რა. ხალხს ეკუთვნის ის ყველაფერი. ხო და აი ეს შორს რო არ წავიდით კიდე ისე მომბობ უბრალოდ. მსგავსი საქციელი მე ვთვლი ესე უბრალოდ. ეს არის ამპარტავნება, ეს არის მრევლის მოტყუება, ბატონო და დაიმედება უაზროდ, რომ თითქოს ჩვენი ეკლესიის ფარველი თითქოს წმინდა ნიკოლოზი არის. რატო შემოზღუდა ამ ადამიანმა თქვა? ან მეორე იქ იმის საბერძნეთის ეკლესიას დაელაპარაკნენ ამ თემაზე, რომ აი ჩვენ წმინდა ნიკოლოზი მიყვავს ჩვენთან. ან ისე უბრალოდ, აი ბარში, იტალიაში ისაუბრეს ამ თემაზე. ნუ აი რაღაცა აი რა არის, იცით, რაც დრო გადის, აი პირდაპირ უყურებ რა. 25 წელია ბავშვებიდან მოყოლებული, აი ეკლესიაში დავდივარ, ბატონო, იქ მე სტიქაროსთან არ ვამბობ იმას, რომ ანუ კეთილსინდისი რაც ახურდა, თავიდან საერთოდ არც ვიცოდი რა იყო სტიქაროსნობა რა. და ეკლესია ლოცვების ნახევარი არც მესმოდა, ისე აი მექანიკურად უსმენდი და მოძრაობები და რაღაცეები. აი ისე ვამბობ, რომ ეს ხალხი განვითარებისკენ არ მიდის. აი 21 საუკუნეა 1000 რაღაცეები მზადდება, ბიჭო, რომ ეს ბავშვები, აი ეს ვისაც ინტერნეტთან აქვს შეხება, ბავშვების უმეტესობამ არ იცის ინტერნეტის სწორად გამოყენება რა. და ესენი რაღაცა აი როგორ დონეზე ლაპარაკობენ, როგორ დონეზე დაიყვანეს, იცით რაღაცა, აი ხადაგებებს მოусმინეთ გასო, არც ღვთისმეტყველება. სახარება და ბიბლიაზე ხო ლაპარაკი არ არის, მოციქულთა წიგნებზე ხო საერთოდ, აი რაღაცა სიქულა და გრიქულას თემები და ჭიჭიკია და ბიჭიკიას დონის ხადაგებები არის რა. და რა ვიცი, აი თვითონ ხალხს რატო არ უჩნდება ინტერესი იმის, რომ ანუ რელიგია, ანუ რომ მიდიხარ ბატონო ტაძარში, ივან ჩაი არ არის რა და ის აი რაღაცა როგორ გითხრათ, აი დამამშვიდებელი. არც იმას ვამბობ, რომ და აი ეს რაღაც გაგაგიჟოს და რაღაცა და აგრესიული. არა, უბრალოდ რა არის, იცით რომ ჯო ვერ ხედავთ, რომ ის თქვათ მიმართულებები, რაც მან კეთდება, რაც აქცენტები კეთდება, თანამედროვეობას არ ეხამება რა. არ ხდება თანხმედრა რა. თანამედროვე გამოწვევებს ვერ პასუხობს და ვერ ცემს დღეს ეკლესია არის რაღაცა კითხვები, რომელსაც მაგალითად ეკლესიის მამები საერთოდ არ ცდილობენ რომ უპასუხონ. გაყოფილი არის რა, ზოგიერთი იქითა, ზოგიერთი აქეთა, ზოგი პოლიტიკისკენ მიდის, ისე ასე და всё მორჩა თორე და ამ ყველაფერში და ამ დროში მრევლი ითელება. აი ამას არ აკეთებენ აქცენტს რა. მაგრამ ეხლა სხვა თემაზე რო არ წავიდე, კიდე ერთხელ გეკითხებით უბრალოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ჩემ აზრს კი არ გახვევთ. მოისმინეთ ხო ამ სასულიერო პირის ნასაუბრალი. რას ნიშნავს, რომ პატრიარქის გადაწყვეტილებით წმინდა ნიკოლოზი გახდა საქართველოს ეკლესიის ფარველი. აი ეს უბრალოდ, აი თქვენ თავში აბა გაიაზრეთ ეს, რომ აი ეს რა არის საერთოდ. ანუ რას ნიშნავს ამის გადაწყვეტილებით რომელიღაცა წმინდანი, რომელიც ანუ არც გეოგრაფიულად, არც ფიზიკურად არ გეკუთვნის და იმას არ მომბობ, რომ წმინდანი შემოზღუდულია იმით, რა ქვია, ეპარქიით და რაღაცა. არა, უბრალოდ, ანუ რა ლოგიკადებს ამაში, შეგიძლიათ ამიცნათ? კომენტარებში ველოდებით თქვენს აზრს და დახმარებას, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვერ ვხარშავ. ანუ აი ეს რა არის? ვერ გავიგე რა უბრალოდ რა. ერთი შეხედულებით ვიცი, ორი რაღაცა დავასკვენი. ეს არის ამპარტავნება და მეორე არის ბატონო მრევლის მოტყუება, დაიმედება ტყუილით. აი ეს არის და ეს მე ეს დავინახე. ხო და რა ვიცი აბა. შემდეგ ვიდეოებში შევხვდებით რა, დროებით.